9:47 წუთზე რუსთაველის ტელესკაცმა პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. სამხატვრო აკადემიის 8 სტუდენტმა უმაღლეს სასწავლებელში თავისუფალი სახელოსნო შექმნა. სტუდენტები აკადემიის სასწავლო პროგრამის არაეფექტურობაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, აკადემია თანამედროვე სწავლის პროცესს ფეხს ვერ უბამს და ისინი აუცილებელი ცოდნის გარეშე რჩებიან. ბაკალავრიატის დასრულებამდე ამ სტუდენტებს 4 თვე დარჩათ. ამ დროის განმავლობაში ისინი საკუთარ განათლებაზე თავისუფალ სახელოსნოში იზრუნებენ. ერთი კვირის წინ დაარსებულ სახელოსნოს სამხატვრო აკადემიის უკვე 40-ზე მეტი მოსწავლე შეუერთდა. პროცესების ხელოვნურ გამწვევებაში აკადემიის რექტორი ყოფილ მოადგილეს ადანაშაულებს. ნახეთ დავით აბრამიშვილის სიუჟეტი. ეს არის ინსტალაცია, ალაგე ობიექტები რაღაცა სივრცეში, მაგრამ საქმე იმაში არის, ეს ობიექტები, ანუ ეს ბავშვები არის გაკეთებული ფორმის. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, მარსელ დუშანის, ჯექსონ პოლაკის, დემიენ ჰერსტისა და ბოისის არსებობის შესახებ სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტებმა მხოლოდ დღეს, სწავლის დამთავრებამდე 4 თვით ადრე შეიტყვეს. ამაში კი ახალგაზრდები აკადემიას ადანაშაულებენ. ეს არის ძალიან მოძველებული სისტემა, ანუ თანამედროვე დონეზე არის სწავლება მხატვრობა. დღეს გქონდა მაგალითად ჩვენ ვიზუალური ხელოვნების საბაზრო კურსის პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს და დღეს გავეცანით ეს არის რაღაცა ახალი პერფორმანსი, ვიდეო არტი, რაღაცა. ამას ვეცნობთ ახლა მეოთხე კურსზე და ისიც იმის ხარჯზე, რომ ჩვენ თვითონ ვიწვევთ ადამიანებს, მაგრამ ეს აკადემიაში არის სწავლება. ზუსტად ერთი კვირის წინ აკადემიის 8 სტუდენტმა სასწავლებელში სწავლის ძველი სისტემით გაგრძელება აღარ ისურვა და ცალკე თავისუფალი სახელოსნო შექმნა. სწორედ აქ შექმნიან სადიპლომო ნამუშევარს პროფესორ მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ. საქმეც იმაშია, რომ კონკრეტულ ადამიანებზე არ დაიყვანება ეგ სახელოსნო. ჩვენ სწორედ ისეთი სივრცეს ქმნით, სადაც ყველას შეეძლო ჩვენთვის, ანუ ახალგაზრდებისთვის გადმოეცა ჩვენთვის თავიანთი გამოცდილება. ამისთვის სტუდენტებმა სპეციალური დეკლარაცია შეიმუშავეს, რომლის მიზანია ისინი თანამედროვე არტისტებად ჩამოყალიბდნენ. დრო კი ამისთვის საკმარისზე ცოტა, მხოლოდ 4 თვეა დარჩენილი. მიზანი მაგალითად რას ისახავს ჩვენი სახელოსნო მიზანიც არის თანამედროვე არტისტი, რომ შევდგეთ თანამედროვე ხელოვანებად. პრინციპები ჩამოვყალიბეთ, ეს არის თვითონ სახელოსნოს წესდების მიხედვით წევრებს შორის არიარსებებს სტუდენტისა და ლექტორის სტატუსიც. აქ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თავად შეიძლება ჩაერთოს საგანმანათლებლო პროცესში. მაგრამ ისინი არიან მხოლოდ 8. 2130 სტუდენტი კიდევ ასე არ ფიქრობს. მათ გადაწყვეტეს გააკეთო ალტერნატიული დამოუკიდებელი სახელოსნო სტუდია, რომელიც თავისთავად ძალიან სწორი აზრია, ოღონდ აკადემიის მიღმა. იმიტომ რომ აკადემიას თავისი განაწესი აქვს და ვალდებული არის ყველა სახელოსნო, ყველა პროგრამა შეუთანხმოს პროგრამულ აკრედიტაციას კონკრეტულად განათლების სამინისტროს. აკადემიის რექტორი გია ბუღაძე სახელმწიფო სასწავლებლის ფარგლებში ავტონომიური ჯგუფების შექმნას უარყოფითად აფასებს და სტუდენტებს თავისუფალი სახელოსნოს იდეის განხორციელებას მხატვართა კავშირში სთავაზობს. სასწავლო პროცესში არეულობის შეტანისთვის ყოფილ მოადგილეს გიორგი კევლიშვილს ადანაშაულებს. კევლიშვილი აკადემიაში რექტორმა წლების წინ სწორედ რეფორმების გასატარებლად მიიწვია. აქ ლაპარაკი არის ფილიპინისტ ჰეტეროსექსუალ ბოლშევიკ კომუნისტ პედაგოგებზე რა? კი ბატონო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ შესაძლებელია მათ ცალკე შექმნან თბილისში, სადმე სხვაგან, ან თუნდაც არა თბილისში, შეგვიძლია გააკეთოთ ბაქოში, ერევანში, სადაც უნდათ. მე მზად ვარ პასუხი ვაგო ჩემი პოლიტიკური მოსაზრებების თუ შეხედულებების გამო ჩადენილ ნებისმიერ დანაშაულზე, მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო პასუხს არავისთან არ ვაგებ. მე მაქვს უფლება ჩემი პოლიტიკური შეხედულებებზე, მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც ესეთი ადამიანები იმუშავებენ პროფესიული კრიტერიუმების შერჩევის შედეგად და არა პოლიტიკური მოსაზრებების. თანამედროვე პროცესებს რომ აკადემია დიდი ხნის წინ ჩამორჩა, ამაზე სტუდენტებმა პირველად 2009 წელს გამოწვეს პროტესტი. მაშინ მხატვარ გიორგი კევლიშვილის ხელმძღვანელობით ვიზუალური ხელოვნების სახელოსნო დაიხურა. ლექტორს კი აკადემიამ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. აკადემიაში ამ ბატონმა გარკვეული პერიოდი იმუშავა ჩემთან, ვამუშავე მე, ჩემთაც კი მყავდა, მაგრამ როდესაც დავიდახე რომ იგი ვერ მუშაობს, ისე კაც უნდა იმუშაოს, რა თქმა უნდა მე ვთხოვე რომ დაეტოვებინა აკადემია. პირიქით მე აკადემია გამიშვეს ზუსტად იმიტომ რომ მე დავიწყე იმ პრობლემებზე საუბარი, რომელსაც ჩემი აქ სახელმწიფო ხელმძღვანელად და რექტორის მრჩევლად მუშაობისას და ასევე ფინანსური მონიტორინგის ჯგუფში მუშაობისას და ასევე მისაღები გამოცდილების კომისიის წევრობისას წავაწყდი და ვთქვი რომ მე ამ პრობლემებზე ლაპარაკს არ შეწყვეტი, მე შეიძლება
დავასაბუთო, რომ სწორედ ამის გამო გამიქცე. თავისუფალ სახელოსნოში ლექციების ჩატარებას გიორგი კეულიშვილის გარდა ლევან ასაბაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, ლელა გაფრინდაშვილი და გია ეძგვერაძეც გეგმავენ. 8 სტუდენტის პროტესტის შემდეგ დღეს სახელოსნოში სწავლის სურვილი უკვე 36-მა ახალგაზრდამ გამოთქვა. სწავლა აკადემიაში ყოველგვარი ექსცესების გარეშე გრძელდება. მესამე სართულზე კი თავისუფალი სახელოსნო სტუდენტები დიპლომზე მუშაობენ. მათ ამისთვის მხოლოდ 4 თვე დარჩათ. და კამერჯიბის დროთა ჩვენს ეთერში